დღევანდელ ცხოვრებაში ასეთ პირობებში არ უნდა იყვნენ ბავშვები. ამბობს სოფელ ქვეშის საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი. ბაღი, სადაც 30 პატარა ყოველდღიურად დადის ავარიულ მდგომარეობაშია. აქ მხოლოდ ერთი ჯგუფია, რის გამოც სხვადასხვა ასაკის ბავშვებს დღის განმავლობაში ერთად უწევთ ყოფნა. ბაღი თვითონ გასარემონტებელია, ძალიან ცუდი მდგომარეობა. ჯერ მარტო იმით, რომ ერთი ჯგუფია. არის შერეული, ასე ვთქვათ, 2 წლისანები, 3 წლის და ყველა აი ქაოსი არის რა. აი ასეთ პირობებში დღევანდელ ცხოვრებაში მე მგონი არსად არ არის. საბავშვო ბაღის მენეჯერი ამბობს, რომ რთულ მდგომარეობაში უწევთ მუშაობა, თუმცა არ უნდა სოფელში ბაღი დაიხუროს. კონტინგენტი დიდია, მაგრამ ბავშვების მიღებას ვერ ახერხებენ. ამისათვის ტერიტორია არ აქვს. შენობის დიდი ნაწილი გამოუსადეგარია, დღის მანძილზე მხოლოდ 25 ბავშვს აძინებენ, რადგან საწოლები არასაკმარისია. მას იმედი აქვს, რომ ახალი სასწავლო წლიდან აღსაზრდელებს უკეთესი პირობები ექნებათ. თბილისიდანაც იყვნენ კომისიაში ნახეს, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში როგორ მუშაობთ, მაგრამ ვქნათ, ხვალ უნდა დავკეტოთ ეს ბაღი. ეხლა გამახარეს გუშინ, რომ იქნება რემონტი. ქვეშის საბავშვო ბაღის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა. განაცხადეს, რომ მოხდება შენობის სრული რეაბილიტაცია და ახალი სასწავლო წლიდან პატარები თანამედროვე სტანდარტების ბაღში განაგრძობენ აღზრდელობით პროცესს. შეიცვლება სახურავი, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა. წელს დაგეგმილია 4 საბავშვო ბაღის კაპიტალური რეაბილიტაცია და მათ შორის პირველ რიგში ქვეშის. ვფიქრობთ უკვე ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად აქაურ ბავშვებს ექნებათ საშუალება უკვე კარგად რეაბილიტირებულ ბაღში იარონ და შედარებით უკეთეს პირობებში გააგრძელონ სწავლა. ყველაზე ავარიულ მდგომარეობაში მუნიციპალიტეტში არსებული ბაღებიდან ეს ბაღი გახლავთ. მოხდება სრული რეაბილიტაცია მთლიანად შენობის, მთლიანად სახურავიდან დაწყებული კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ ბოლნისის ნომერ 1, ნომერ 6 დაბა თამარისისა და ქვეშის საბავშვო ბაღებს. აღნიშნული სამუშაოებისათვის გათვალისწინებულია 1,451,260 ლარი, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდმა უკვე გამოყო, ხოლო რაც შეეხება სოფელ ქვეშის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას 353,986 ლარი მოხმარდება.